ცხოვრებაში მხოლოდ თავგადასავალი მინდოდა. ამიტომაც წავედი დაჯავშნული მანქანების ბიზნესში. იარაღებით, ფულითა და ბლომად ძალადობით. ეს ყველაფერი აუხსნელ ოცნებად მეჩვენებოდა. და ასეც აღმოჩნდა. მხოლოდ ოცნება. სინამდვილეში ჩემი ყოველდღიურობა ძალიან მოსაწყენი და უსარგებლო იყო. აიღე შეალაგე. აიღე შეალაგე. კვლავ აიღე შეალაგე. აიღე შეალაგე. ვოცნებობდი, რომ მოდესმე სამსახურში ყოფნისას მომეპარა. იმის დასამტკიცებლად, რომ მეც კაცი ვარ, რომელსაც შანსი მიეცა. თუმცა ამ უმარტივეს ბედნიერებასაც კი მოკლებული ვიყავი. ყველაფერს პოპკულტურას ვაბრალებ. მთელი ბავშვობა ჯაჭვშებზე ფილმებს ვუყურებდი. ძალიან მართლობდა ცუდი ბიჭების ცემა და გოგონების გადარჩენის მომენტები. სწორედ ასეთი ცხოვრება მინდოდა, მაგრამ ყველაფერი ასე არ წარიმართა. ასე რომ მეც შევეგუე. და თუ სიმართლე გაინტერესებთ, ეს ყველაზე ცუდი რამა არის, გაკეთებაც შეგიძლიათ. იმას ვამბობ, რომ თუ ცხოვრებაში არ გარისკავ, იქამდე ვერ მიხვდები სინამდვილეში ვინ ხარ. მე დევიდ განტი ვარ. 1997 წლისთვის მშვიდი, შუახანს მიღწეული 40 წლის მამაკაცი. მაგრამ შემდეგ ქარმა მის კელი კემბელი მოაქროლა. 40 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა წარმატებამ, ჩემს კარზეც მოაკაკუნა. რა სიტყოდი? მე და შენ რომ ლუმის ფარგო გაგვეძარცვა. რა იყო? კარგი რა, იმ ტიპმა იგივე ერთი თვის წინ გააკეთა. ბანკის მცველი არ იყო ჯექსონვილში. ფილიპ ჯონსონი. ხო, ფილიპ ჯონსონი. ამ კედლის მიღმა $1,000,000. ეს რატომ არ უნდა გავაკეთოთ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ცეცხლს გავიხსნიან. ცუდი არ არის. ცუდი არა. იცი $1,000,000 რაში გამოვიყენებდი? დისკების შეკვრას ვიყიდი. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. შენ რა სიზამდი? ალბათ საკუთარ ბიზნესს დავიწყებდი. დამნაშავეებს და კრიმინალებს დავიჭერდი. თავებზე მონადირეები, განძის მაძიებლები ან რამე მსგავსი. აი ესე. დევიდ, მткиვა. მანახე. არა, კელი. მაჩვენე. გაიყვანეთ. ხმართო კელი. კარგად ხარ, არაფერი გჭირს. კარგი. არაფერია, მაგრამ ლამის უკანალში გაირწყვი. ხო, ზუსტად ხაზეა. ხო, ზუსტად ხაზეა. დუნდულებს შორის გაძვრა. ხო, მართლა უბრალოდ ნახრადია შარვალზე. უბრალოდ გეწვის, მალე გაგივლის. იცი რა, სახლში წადი და აბაზან არძით გაავსე. რა? აბაზან არძით გაავსე. მთლიანად? ხო, ცხიმიანი რძით. ცხიმი კანს არბილებს. რანჩო მინდა. პატარა რანჩო ხომ არ გამემართა? მე ვუპასუხებ. დარწმუნებული ვარ, მომავალი მის დევიდ განტი იქნება. ჯანდება, ჯანდისია. და მაგვიანდა ღმერთო. სად მიდიხარ? ნიშნობის ფოტოებისთვის. რა კარგია. ხო. ზურგი წავალ, იმიტომ რომ არ მინდა ტრაქზე მიყურა. არ მინდა იმედი გაგიცრუო, მაგრამ უკვე ყველაფერი ვნახე. ვინც ის იქნება ამ დღეებში შენის ნახო და შემდეგ გავთანაბრდეთ. მაბადია რომ დავაგვენა ჯენდის. არა უშავს. კარგია რომ მოხვედი. საათები ავტირი. მართლა? მაგიაჟი სამჯერ გავიკეთე. ძრემლების გამო. მესამედ გამიმართლა. შენ რად გამოიყურები? მოდი სურათები გადავიღოთ. ღმერთო ჯენდის. შენთვის ვინახავდი. პირდაპირ ჩემს ანუსში გამოვუშვი. უკანალის ტრანსპლანტანტივით. ერთმანეთი როგორ გაიცანით? ვგიჟდები სიყვარულის ისტორიებზე. თუ მართლა გაინტერესებთ, რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდების ლოცვაზე ვიყავი ეკლესიაში. სადაც მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური მამაკაცი გავიცანი.
პირდაპირ მე მიყურებდა. ბაიმანი ქონდა და შემდეგ ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა. მერე კი გველის ნაკბენისგან გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე ძალიან ცუდად ვიყავი. თავს ვერ ვაკონტროლებდი. მერე ეს კაცი დავინახე. გარდაცვლილის შორეული ბიძაშვილი. მახსოვს როგორ ძიმედ მიათრევდა კუბოს ბოლო ნაწილს. მართლაც გამიჭირდა. მოკლედ შემდეგ გამოველაპარაკეთ. და ვიფიქრე, ის უკვე მკვდარია. ეს კი ცოცხალი. და ემოდი ცოცხალთან დავრჩები. და აი, ასე ვართ უკვე 2 წელია. ეს შთამბეჭდავი ისტორია. ამის შემდეგ სულ ბედნიერები ვართ. უფრო ბედნიერი არასდროს ყოფილვარ. არც მე. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. გონი ამის მოახლოება ვიგრძენი კიდეც. კელისნაირი მოუსვენარი სულები ლუმისის მაგვარ ადგილას როგორც წესი არჩებიან. აი ცოტა მაკარონის. ტაკო სალათი ექსტრა რანჩო. დევიდ, გმადლობ. მიირთვი. პრინციპში არ მშია. გმადლობ. რა ხდება? კარგი რა გეყოწოწონი. მე და როდნი დავშორდით. შანსი არა. ო, გასულ ღამეს. აქ რა ხდება? უკვე ჩამორჩით. გადახლავია იგა შენი უშნოდაწორებიანი სახე და გარეთ გამოცხადდი. მოიცა, რა თქვი? დევიდ განსასე უნდა ლაპარაკო? ეს ტიპი ნახევარი ტვინითაც კი შენზე ჭკვიანი იქნება. ჯობია წავიდე. არა. რა გჭირს დღეს კელი? იცი რა, შეიძლება ცოტა ემოციური ვარ. შეიძლება ცუდი დღე მაქვს. ასეთი რამ შენს გარეგში ჯდება? იცი ახლა ერთადერთი რამ აღელვებს, რომ ეს დაწყევლილი მანქანა საუს ბანკში მიიყვანოთ. და თუ არ მივიყვან? დაგითხოვ. კარგი, დამითხოვე ეშლი. დამითხოვე. მიდი. კელი არ მგონია. იცი რას გეტყვი? უკვე დიდი ხანია ამ სამსახურიდან წასვლა მინდოდა. და თანაც თუ დამითხოვე, ნუ მუშავრობის პენსიას მივიღებ. კარგი აზრია. მაშინ არ გითხოვ. კარგი, მაშინ ერთ-ერთი თანამშრომლის სექსუალურ შევიწროებაზე რა სიტყვი? პრობლემები შეგექმნება. თუ არ გამათავისუფლებ. ღმერთო ჩემო, რა არალეგალურია. დაგითხოვენ. იმიტომ რომ ასეთი სექსუალური ვარ. კელი გეყოფა. კელი. სექსუალური ცეკვა. კარგი, უკვე დათხოვილი ხარ. უნიფორმა დატოვე. კელი მოიცადე. მე გავწმენდავ. კელი. კელი შენს ნომერს არ მომცემ ისე უბრალოდ რომ მქონდეს. ხო, ცხადია. კალამი თან არ მაქვს. ხო, კალამი არ გაქვს. არაფერი გაცვია, ბიუსალტერის გარდა. კარგად გამოიყურები, ბიუსალტერის მომწონს სანაც გიცავს. აი, ფანქარი მაქვს. მშვენიერია. ხილზე დამაწერე. ფანქრით? ხო. განსმაგრად უნდა დავაწვე, რომ დაიმჩნეს. აი ასე. სულ 10 ციფრია. ბოლოში 153-ია. ის ჩემია, ერთგვარი კოდია სიტყვებისთვის მე შენ მიყვარხარ. ხო, ერთიანი ნიშნავს მეს, სიყვარული 400-სგან შედგება და შენ საბასოიანია. სულ ასე ვშრები, ჩემებური სტილია. მაგარია. კარგია. დროებით. კელი თავს ყოველთვის გამორჩეულად მაგზნობინებდა. და რამე რომ ყოფილიყო, ვინმეს რომ დაენახა. რომ ლუმისის დატოვება რაკეტის გაფრენას გავდა ბიძგის გარეშე. რაკეტა სადღაც ამაღელვებელი ადგილისკენ მიისწრაფვის, პროპერები ატმოსფეროში იწვიან, შემდეგ ოკეანეში ეშვებიან. ბიძგები არავის ანახლებს. ახლა კი ჩემი კეთილი განზრახვის წყალობით კელი ცუდ ადამიანებთან ერთად აღმოჩნდა. სამსახურიდან წასვლის შემდეგ მთელს დროს ქალაქში ატარებდა. შემდეგ კი ორსართულიან ფურგონში აღმოჩნდა ამ კაცთან. სტივენ იუჯი ჩემბერსთან ერთად. შეიძლება კელის მეზობელი ან თანაკლასელი იყო, ანდაც ორივე ერთად. მისთვის გველი რომ გეწოდებინათ, ამით გველებს შეურაცხყოფას მიაყენებდით. თანაც გაქნილი ხელის ქურდი იყო. ძირითადად პედიატრიული ჰოსპიტალებიდან პატარა სკამებს იპარავდა. კელიცაც თითქმის სულ დაავიწყდა ლუმის ფარგოში მუშაობის დღეებზე.
სანამ კომპანია ერთხელაც ახალ ამბებში არ აღმოჩნდა. პოლიცია ეთყობინება, რომ დაკავებულია ფილიპ ჯონსონი, ლუმის ფარგოს დაცვის წევრი, რომელსაც 20 მილიონი დოლარის გატაცება ედება ბრალად. ყველაფერი ჯექსონვილში დაიწყო, როდესაც ჯონსონმა ლუმის კონტეინერი გაიტაცა. შემდეგ კი მალევე მექსიკაშიც მოახერხა გადასვლა. აღნიშნული ძარცვა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად შეფასდა. მგონი დიდ შოუში მოსახვედრად ბანკი უნდა გავძარცვათ. მგონი ასეა. კელი ლუმისში მუშაობს. მუშაობდა. 9 კვირის წინ წამოვიდა. ახლა ხარდისთანაა. ამ გახსენებაზე 1 საათში სამსახურში უნდა ვიყო. წავედი საყვარლება. დროებით. კელი, მართლა, რაზე საუბრობთ? მხოლოდ დაცვაზე. სტივ, გამოფხიზლდი, გთხოვ. კარგი, რა მთვრალი არ ვარ. რამდენად რთულია. სატვირთოს დატვირთავ და მიდიხარ. თუ სწორად მოვისმინე, ეს უკვე დევიდ ჯონსონმა გააკეთა რა? გარდა იმ ნაწილისა, სადაც გიჭერენ. კარგი რა, ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ. გინდა მთელი ცხოვრება ჰარდის ამსახურებოდე. თუ ამ სერვისის მეორე მხარეს ყოფნა გირჩევნია, მითხარი. სათამაშო ჩიპებისა და ვარდისფერი როლს-როისის ყიდვა. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამ სამუშაო შიგნით იყო. საქმეც ისაა, სტივ. ლუმისში აღარ მუშაობ. კონტაქტები გაიჩინე. ვინმეს გაეფლირტავე? ამას არ ვიზამ. იმას გეუბნები, რომ სოციალური ადამიანი ხარ. კარგი რა. ხალხს უყვარ ხარ და იზიდავ. სამსახურში ერთი ტიპი იყო, რომელსაც მგონი მოვწონდი. მას ამ ფლირტი არ მქონია, მაგრამ ჩემი მეგობარი დევიდი. მგონი იმედის მომცემად ჟღერს და მაინც რამდენად მეგობრულად ხართ შენ და დევიდი. პრინციპში უკვე ცოლი ყავს და თანაც კარგი კაცია. ჩვენ ყველანი კარგები ვართ. უბრალოდ მინდა ვიცოდე, შეიძლება რომ ამ დევიდს ვენდოთ. მასთან დავაპარაკება, რომ შეიძლებოდეს. შენს მიმართ რას გზნობს? მოსწონ ხარ? ანუ საკმარისად მოსწონ ხარ? შენი საცოლეა? არა. არა. ბევრს იცინი ძმაო? აი აქ არის, შეხედე. ვარდები აქვს. ყვავილები მოიტანა. მშვენიერია. გაჩერდი. ეს მაღაზიაში გიყიდა. გმადლობ. ძალიან ლამაზია. ძალიან კარგი, ახლა რამე საერთო ექნებათ მათ ახალ მფლობელთან. ეგალი აქვს. მაღაზიაში თქვენს არ აქვსო? ვერ აუშევს. ულამაზესად გამოიყურები კელი. გმადლობ. თმა შესანიშნავად გაქვს. ხო, ჩემი მეგობარი რიკი მჭრის ხოლმე ბოლოებს. მეც რიკიმ შემწრა გასულ კვირას. მკერდზე სისხლი გაქვს. ღმერთო, გმადლობ, ალბათ ეკლის ბრალია. ამას მივიჯერ. რძე რატომ არ არის? რძისთვის ჯერ ბავშვი უნდა გყავდეს. მაბადიო, ნერვიულობ. როგორც წესი უფრო ჯენტლმენურის ვარ ხოლმე. დევიდ, მინდა აგიხსნა, რატომ დაგირეკე. კარგი. ჩემს უკან ორი კაცი ზის. არ შეხედო. ის ჯენტლმენი ჩემი მეგობარია და უნდა რაღაც იდეა გაგიზიაროს. ჩემი გესმის? მესმის. ყველაფერი მესმის, დევიდ. კარგი? და როგორ მოგმართავ, სერ? არაფერი. არც მე გჭირდები და არც ჩემი სახელი. შეგიძლია ჯიპეტოთი მომმართო. ჯიპეტო? ხო, ჯიპეტო. როგორც პინოქიოში. მარიონეტებით მოთამაშე. მგონი სტრომბოლის გულისხმობ. რა დამიძახე? არაფერი, მგონი სტრომბოლი გულისხმა. ჯიპეტო უბრალო ხის მთლელი იყო. სტრომბოლი კი მე მარიონეტა იყო. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? მის კემბელმა მითხრა, რომ ერთად მუშაობდით ლუმისში. ასე მითხრა, ყველაზე მოწესრიგებული და სუფთა თანამშრომელი იყო. ფლოტაცაც არა, მაგრამ ასე თქვა, იმდენად სანდო იყო მენეჯერების გარდა მხოლოდ მას ებარა, საცავის გასაღებია. მე მგონი ეს წარმოუდგენელი პატივია.
ამასთანავე უდიდესი შესაძლებლობაც. ხვდები საუბარი საით მიმყავს. თქვენ მეუბნებით რომ იქ შევიდე და ავიღო? დევიდ. მე დავინახე აქ როგორ მოხვედი. სიმპათიური კაცი ხარ. ცოტა მეტი სოლიდარობა გჭირდება. მეტი ძლევა მოსილება. შენ ამას იმსახურებ. ვერ ხვდებით რომ საქმე ისაა რომ მასეთ რამეს მარტო ვერ გააკეთებ. კონფედერატები გჭირდება, ვისაც შენი დაცვის ინტერესი ექნება. ზურგის გამაგრება სანამ მექსიკოში ჩამოხვა. ლომი შეიძლება დიდი საწყობი გეგონოთ, მაგრამ იქაური ფული ბანკს ეკუთვნის. ამას თუ წაიღებთ, ფაქტობრივად ბანკს არ წვალთ. ეს კი ფედერალური დანაშაულია. მინიმუმ 94 დღეს მოგვიჯიან. დევიდ, უბრალოდ მომისმინე. ჩვენ მხოლოდ ვსაუბრობთ. კარგი? უბრალოდ იფიქრე. ძალიან მომწონს დედა. თავი უზარმაზარი ფაიფურის თოჯინა მგონია. ჩემი ცოტა ვიწროა. განსაკუთრებით წელზე. ვიცი რომ ვიწროა. მეგონა мотивაციას მოგცემდა, რომ რამდენიმე კილო დაგეკლო. კარგი, მაშინ შეწყვიტე ჯაგლ კლასტერის ჭამა, როგორც მეგთხოვე. გისმენთ? დევიდ, გისმენთ? გამარჯობა. სამსახურიდან არიან. კელი აქ მირეკავ, ცუდი დრო შეგერჩევია. უბრალოდ თავი მარტოსულად ვიგრძენი. მარტოსულად? ხო, და მგონი ცოტა მომენადრე კიდეც. იმედია მის თქმით არაფერი დაშავდება, ვიცი რომ დანიშნული ხარ. არა, გთხოვ, განაგრძე. კარგი. ეს შესანიშნავი იქნება პატარა. უბრალოდ არ ვიცი, გამბედაობა თუ მეყოფა. მთელი ფულის აღება მეხიკოში გაქცევა. მთელი ცხოვრება სირბილი და ვინ იცის კიდევ რა მოხდება. სიმართლე თუ გაინტერესებს, ცოტა იმედგაცრუებული ვარ რომ არ მენდობი. გელი შენ გინდობი, მაგრამ ჯიბეტოს არა. და შენთან ერთად რომ ყოფილიყავი? გელი ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო რამ იქნებოდა. თუ სიმართლე გაინტერესებს. შემიძლია ასეც მოვიქცე. თუმცა ახლავე არა. ხო, ახლა ცუდი დროა. ხომ იცი, ამაზე იფიქრე. ორი შეყვარებული? მექსიკოს გზაზე. ბონი და კლაიდი. შეგვიძლია ბრაზილიაშიც გადავიდეთ. რიოში ყოფილ ხარ? 2 საათზე დიდხანს აეროპორტში არ ყოფილ ვარ. მართლაც მაგიური ადგილია. ხო, ეს ამდენი თვითმფრინავი როგორ ეშვება და ცაში მიფრინავს. არა, რიო. ხო, რიო. იცი ასე ამობენ პლაჟზე შაქარი ვიწრული ქვიშაყრიაო. და მთელი ფული შეგვიძლია ელეგანტურ და მდიდრულ სასტუმროებში დავხარჯოთ. ძირად ღირებული საჭმელი შევუკვეთოთ. მთელი დღე ქოქოსის რძეში ვიბანაოთ. საწოლზე ვარდის ფურცლები მიმოვფანტოთ. მერე კი იქვე შაშხს მივუსხდებით. ალო? დეივ მანდ ხარ? ალო? დევიდ? ხო, აქ ვარ გელი. მოდი ეს გავაკეთოთ. გავძარცვოთ ლუმის ფარგო. საოცარი იქნება. კარგი, უნდა გავიქცე. ჩემი საცვალი უნდა გავრეცხო პირით. რითი? კარგად, დევიდ. აი ისიც, შენი უცნების მამაკაცი. ის ჩვენთან იცხოვრებს სამუდამოდ. თითქოს ორი ერთად მოყავდეს ცოლად. მე და დედა, დევიდ. თაფლობის თვეზე ხომ არ გიფიქრია? ხო, რამდენიმე გეგმა მაქვს. მე გიკარნახებ, რას არ გავაკეთებთ, თუ წონაში არ დაიკლებ. კარგი ჯაგლ კლასტერია. ეს ასე? აქ იქნება? შემდეგ ეს? აი აქ. ფული
ფული სად არის? და კიდევ ვინა ამაში გარეული? ვიცით რომ ფული შენ გაქვს. მიდი. უყურე. არა, კეისი უნდა აიღო. მექსიკაში ყოფნის ეს ცოტა ხანი ველურ პირობებში ცხოვრება მოგიწევს. ამიტომ დარანტული მოგიტანე. მკვდარია, ნუ გაშინია. მკვდარია. ვიფიქრე იქნებ შენი იმუნური სისტემა ნელ-ნელა შეეჩვიოს. ცუდი არა. სულაც არაა ცუდი. ჩემს სახლში რა ჯანდაბას აკეთებთ? თავი ვინგონია. დარწმუნებული ხარ რომ მაკინის საიდი ბარათან პრობლემა არ ექნება? ჰო, მაკინის მსგავსი ტიპის დოკუმენტები არ ანახლებს. აი განძიც. ბედნიერ კვირას გესურვებ, შენ ძმაო. შენ შვილებს მოკითხვა გადაეცი. მიდი, დევიდ, გამოგივა. შეუძროა. დევიდ, მანდ ხარ? ოკელი, მაგრამ ახლა ძალიან დაკავებული ვარ. რას აკეთებ? ლუმის პარკოს დარსავთ. დევიდ, ვიცოდი რომ შეძლებდი, შენი თმა მაყოფ. საკმაოდ ადვილია, უბრალოდ ქაღალდია. ქაღალდი, რომელიც ჩვენს ცხოვრებას შეცვლის. როგორც ორი შეყვარებულის გული. როგორც ორი მონათესავესული. კარგი გვეყო სიყვარულის ფესტივალი. მოსავლის პლანეტაზე დაბრუნდი და ძერცვაზე კონცენტრირდი. ჯიბედო, ეს კერძო საუბარია, გასაგებია? არა, ეს პირადი საუბარი არა. ეს ძერცვა და მე გამოვიწვია ეს მისვლა-მოსვლა. დევიდ ვიღაც მოდის, სტუმარი ყავს. დევიდ, დაიმოდის, უკან დაბრუნდი. დევიდ გესმის?
ფილმი გახმოვანებულია geo.saitebi.gis მიერ. აქ ვინ არის? რა ჯანდება ხდება? აი ახლა კი მაგრა დაგეცრა. და ეს ის არ არის, რაც შენ გონია, მეგობარო. ერთი და ის დედაც, და ის უარ გაითვალისწინე. ხომ თქვი ამ კვირაში ზედმეტი დროი დარჩენა არ გვიწევსო? ო, მართალი ხარ, არანაირი ზედმეტი დრო. უბრალოდ დამატებით ტვირს ვაგზავნე. შემდეგ ჯერზე ჩემია. ო, შემდეგ ჯერზე შენი იყოს. მოღალატებ. ბავშვებს სალამი გადაეცი. ვიმეორებ განდი დახმარება გჭირდება? მან რა ხდება? მაბადია ჯიბეტო. შეწყვირე საუბარი. დევიდ, დაწყნარდი. ყველაფერს აკონტროლებ. უბრალოდ მისმინე. კელი ამის მოსმენა მთელი დღე შემიძლია, მაგრამ მოდი ძარცვას გავნაგრძობ, კარგი? განთ უკვე 2 საათი გავიდა, რა სელოდები? ყველაფერს მორჩი კამერების გარდა. არა. არა. ხაფანგში ვარ. ჯანდება ეს გვერდები. რას აკეთებ? დამეხმარე. მიმიშვი. ჯანდება იდიოტო, რას აკეთებდი? კარი გავიჭედე, უკანა კარი ნახე. ნაბიჯვარო, იდიოტო, პირდაპირ თხრილში ჩახტი. ესეც დაკეტილია. მეორე კარის დაკეტილიაო. რომელიმე გენიოსმა უკანა კარის გაღებაზე იფიქრეთ? საერთოდ სადეთ?
მაპატია, ვიცი რომ კომფორტული არ არის. არა უშავს. მთავარი აეროპორტში გაიარო. აქ 90,000-ია. დასაწყისისთვის საკმარისია. 90,000, კარგი ფულია. ჩემი მთელი წლის ხელფასია. ასე არ არის? ჩვენ შევძელით. შენ შეძელი. აი ესე იღე. ჯეპეტოს უნდა მოეცა. qalbi პირადობა. ანუ ახლა მაიკლ მაკინი ვარ? ხო, მაკინი, ნამდვილი პიროვნებაა, თანაც ჯეპეტოს მეგობარი. აი დაბადების მოწმობაც გამომატანა. აიღე. ეს კოსტიუმი შენთვის დავამზადებინე. ქვეყნიდან გასვლა რომ დაგჭირდეს. გარგი, მზად ხარ? კოსტიუმისთვის მაპატია, მეგონა ლენ ნიკონი კაცის ბრენდი იყო. არა, მომწონს. საკმაოდ კარგი შესანიღბის საშუალებაა. თითქოს იესოსა და კატას ბავშვი შეზენოდეთ. ხო, მართალია. ესეც კარგი ვარაუდია. ხო, კატებმა მართლაც. ხო, კატებმა შეძლეს. არ იცი რატომ მყავს ასეთი ძუნწი იესო? მგონი დამშვიდობების დროა. გახსოვდეს რომ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს უნდა დარეგო, არ დაგავიწყდეს. ეს რომლებია? თვალები გისოლდება. საქმე უფრო ჩემს გულს ეხება ვიდრე თვალებს ხელი. არა უშავს. გმადლობ. კარგად გოცნი. მართლა? ხო, მართლა. დანარჩენებს მექსიკოში განვაგზავნთ, არა? ერთი 4-3, კელი კემბელი. 1-4-3. მადლობთ, სერ. შეჩერდით? კარგი, შეგიძლიათ წახვიდეთ. ბედნიერ დღეს გისურვებთ. $16 და 78 ცენტი. მეგონა რომ თან მქონდა. ჩემი ბრალია. კატები მყავს. აბა, რა გვაქვს? კომპანიის სატვირთო გაუჩინარდა. ძალადობრივი შემოჭრის ნიშნები. ეჭმიტანილმა 3 ჩანაწერი წაიღო. ერთი კი ადგილზეა. ამ დევიდ განძე, რა ვიცით? ვინმე ხავს? საცოლე ჯენდის გარტელი. კარგი, მის ჯენდის დაველაპარაკოთ. წავიდეთ. რეგიონალური ბანკიდან თანხა გაუჩინარდა. იცი აქ 17 მილიონია. პოლიციამ აღნიშნული ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ძარცვად შეაფასა. 17 მილიონი. ფედერალები უკვე მძარცველს ეძებენ. დევიდ განტი, 5.9 ინჩის სიმაღლის, საშუალო ტანის ცისფერი თვალებით. წვერი და მხრებამდე თმა.
კარგი, ყველაფერი გასაგებია. მის ჯენდის ვწუხარ, მაგრამ დიდ დროს არ ზაგართმევთ. ბევრი რამ უკვე ცნობილია, თუმცა თუ შეგიძლია თქვენი საქმროს ადგილსამყოფელის შესახებ გითხრათ, ან მის მოტივზე. სავარაუდოდ შტატი დატოვა მემ, ალბათ ქვეყანაც. დევიდი არასდროს მომწონდა. აბა, სად რჩები? პენტჰაუსში ვარ. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, მინიბარით. და საკაბელო ტელევიზიით, მთელი პაკეტი ვიყიდე. ჭკვიანი ხარ? აუცილებლად მოგეწონება. ჩემოდი და ნახე, როდის მოდიხარ? მალე. ძალიან მალე. გვირდები, მალე ჩამოვალ. იმიტომ რომ ძალიან მენატრები. ხომ იცი, ბონის თავისი კლაიდი სჭირდება. კარგი, უნდა გავიქცე და ბებიას ხელსახოცი მივაწოდო. კარგი, დევიდ. კარგი, დროებით. რა საკეთებ? დევიდ განძებით ყოფინები. რა? რა საკეთებ? იმას ვამბობ რომ. რა? უნდა ჩააბარო? ხო, ასე ვაპირებ. თუ ვინმე არ მოძებნის, უკვე ყველას ზებნას დაიწყებენ. აქ ბევრი ინფორმაცია. არა, ამის გაკეთების უფლებას არ მოგცემ. დევიდ განტი ჩემი მეგობარია. ჩემი მეგობარიც აყელი. ამ პროცესს მის გარეშე ვერ გავივლიდით. შენ გონია ჩემთვის რთული არა? გული მტკივა, მართლა. ამას ვერ გააკეთებ. ეს არასწორია. მე გეტყვი რა არის სწორი. დევიდმა საცავში ჩანაწერი დატოვა და ყველაფერი ჩაშალა. აი ესაა არასწორი. და რომ დაიჭირონ, რამე სიტყვის, ჩემსა და შენზე მოუყვება. რა თქვი? არც ჩემი სახე იცის და არც ჩემი სახელი. მხოლოდ ჯიბეტო იცის. ხო, მაგრამ არც შენზე იტყვის რამე სკელი. ეს ბიჭი შენი მონა. ვიცი რომ დანაშაულის გზნობა გაქვს ჩემსავით. მაგრამ დევიდი იძირება და თუ ფრთხილად არ ვიყავით, ჩვენს ჩაგვიყოლებს. გესმის? ეს იგივეა იახტა სამნი უმართავდეთ და კაპიტანს ყურადღებას არ ვაქცევდეთ. ეს ტიპი ზუსტად ასეა, ახლოსაა დაღუპასთან. მე კი ჩვენს გადარჩენას ვცდილობ. სანამ სამი კაცი არ დაიხრჩება, უნდა დავემშვიდობოთ და გავუშვათ. ისე რომ მისი დაბრუნება შეგვეძლოს. სადღაც 10 წელიწადში ბანკის ძარცვისთვის ვადაც გაუვა. შეიძლება ფედერალურ ციხეშიც მოუწიოს გადასვლა. იქ კი პატარა კოლეჯის საზოგადოება ყავთ მხოლოდ მაღალი ღობით და რამდენიმე სნაიპერი, რომელიც სოფტბოლს თამაშობს. იქ სწავლობ, წერ, კურსებზე ძალი ხარ. არ ხუმრობ, მართლა ასეა. და არ გამიკვირდება დევიდმა ერთ დღეს გვითხრას, მადლობთ ბიჭებო რომ ეს გამიკეთეთო. გუნდისთვის ასე აჯობებს, ნება მომეცი ეს გავაკეთო. როგორ ხარ? ჩემს სართულზე ყინულის მანქანა არ მუშაობს. უკაცრავად? ჩემს ოთახში ყინულის მანქანა არ მუშაობს. ახლა შევაკეთებთ, მისტერ მაკენი. კარგი, გმადლობ. არა მიშელ, გეგმას უნდა მივყვეთ.
ყურადღება არ უნდა მივიქციოთ. მილიონობით დოლარი გვაქვს. მაგრამ ჯერჯერობით შეუმჩნევები უნდა დავჭეთ. ძირფასო, მხოლოდ ახალ კარადას გთხოვ. პატარა ბლუზა და კაბა მინდა, რომელიც ერთმანეთს ეხამება. ვიცი, მაგრამ გთხოვ, სტივ, გთხოვ. იმ ხალხზე იფიქრე, ვინც დაგცინის. და ჩვენზე ცუდ რამებს ლაპარაკობს, იდიოტებს და ნეხვის გროვას გვეძახიან. ჩვენი მანქანაც გაფუჭებულია. ვინ თქვა? და რომ ჩვენი შვილები ყველაზე მახინჯები არიან მთელს პარკში. ჯანდება ერთი ბლუზა, მხოლოდ ერთი. ერთი ბლუზა. მხოლოდ ერთი ბლუზა. მხოლოდ ერთი ბლუზა აღსანიშნავად და კიდევ ერთი პატარა რამ, ბავშვებისთვის. არა, მიშელ, გთხოვ. არა, მიშელ, ნუ მაიძულე, ბავშვებისთვის არაფერს არ ვაპირებ. ჯერ რაღაცები აქვს სასწავლი. მესმინე ვნახო როგორ აიღებენ 17 მილიონს არაფრისგან. ამას გრძნობ. ავიღებთ. ტელეფონს შეხედე და მითხარი რას ხედავ. ტელეფონს. მაგრამ რას აკეთებს ტელეფონი? არ ეკავს? რაც ალბათ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ამიგო სამხრეთის საზღვარზე მექსიკელი ფედერალებითაა გარშემორტყმული. გონია რომ კარგადაა? კარგადაა. მექსიკურ ციხეში მოუწევს ყოფნა, რამე ჯოჯოხეთში კი არა. ჩვეულებრივი საჭმელს მიუტანენ, ტორტილებსა და ტაკოს. უნდა გაგიმართლოს, რომ იქ მოხვდე. ჯანდება. რა ვქნა? თუ ისა კითხე სად არის? ამჯერად შენ აიღე. ალო? კელი, დევიდ, კარგად ხარ? როგორ ხარ? ხომ კარგად ხარ? არც ისე მექსიკური პოლიცია მეძებს. ჯანდება. კოსტუმის ყიდვა მომიწეა, რომ თუდაი პროგრამიდან ჯენ შელეს დამსგავსებოდი. კითხე სად არის? მითხარი, მან რა ხდება? და ზუსტად სად ხარ? საფოსტო ოფისთან, სანაპიროსთან ახლოს. კელი, როდის ჩამოხვალ? ფულით მითავდება, დამატება მჭირდება. კარგი, მექსიკურ პოლიციას უფრთხილდი. შეიძლება ბევრი ჯაშუში ყავდეთ. სტივენ იუჯი ჩემბერსი. რა? საიდან? მისი სახელი საიდან იცი? სტივ ჩემბერსი. მისმინე უბრალოდ ჯეპეტო დაუძახი, კარგი? ჯიბეტო არა? სლად ასეთიც არ მეგონა. ყვავილების დამტარებელს უფრო გავს. მისმინე, უნდა წავიდე, კარგი? კარგად. კელი, მოიცადე. ჯანდება, ჩემი სახელი თქვა? იცის ვინც ვარ, კელი? ხო, კელი, შენ უთხარი? არაფერი მithქვამს. აბა, საიდან იცის? მე არაფერი მithქვამს. წარმოდგენა არ ჯანდება. მაქვს, ალბათ საფულეში იდო.
აბა მკვლელობა ვინ შემიგვეთა არა მაგაზე მოგვიანებით ახლა რა ხომ ხვდებით გასაგებია ესენი გინდათ არა მაიკ ბავშვებო ზემოთადით ახლავე მაიკ რაღაც დაგივარდა უკაცრავად მგონი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ჯობია არ ღირს ჩემ სოფლის შემოსდა იმ ტიპის სურათს მოგცემ ვინც მჭირდება რომ იცოდე ვინ მოძებნა თავს ხომ გაართმევ ზუსტად არ ვიცი ახლა სად არის ასე რომ პატარა გამოძიება უნდა ჩაატარო ნადირობაზე უარს არ ვიტყვი გჯერა და როცა მიაგნება რიჩქა რომ შვიდად ვიყავი სუფთა გასროლა უნდა განახორციელო გასროლა იერაღი უნდა გამოვიყენო რა მოხდა პრობლემა არა უბრალოდ დენს ვამჯობინებ ხოლმე ან დაჟანგებული პიანინოს სიმი დასახჯობად ბრძოლა მიყვარს ასე მირჩევნია თუ სიცოცხლეს ვართმევ ესე იგი ბოლომდე მე მიმაქ შენი სიცოცხლე ახლა მე მეკუთვნის მე როგორ ხართ მისტერ რობინსონ მე FBI-დან ვარ გონი NBA-შიც იყავით არა უკაცრავად ყველას უთხარი არ ვიცი რატომ წაიღო ფული და არც ის ვიცი ახლა სად არის ერთი მანდაჯექი 17 მილიონი დაიკარგა 17 ეს ფედერალური ფულია ეს ჩემი ფულია დარბაპირებ ეს ჯიბიდან გადავიხადო არა განსაკუთრებით ეს კაცი ერთი შეხედე კენი როჯერსისა და კენი ლოგანის ნაბიჯვარს გავს თითქოს კენი ჯიმის დაბადების დღეზე ფლეიტის დაკვრა დაიწყო და საწყალ ბავშვს ტრავმა მიაყენა აქ დახმარებისთვის ვარ და იცი რას გეტყვი ძმაო ჯობია საუბარი დაიწყო თუ ვერ ვიპოვეთ ფულის გამტაცებელი იცი ვის მოუწევს ციხეში ყოფნა ამას იცნობ აი ამას შეხედე რა კარგი ფოტოა ციხეში გაგისტუმრებ ძმაო ჩემგან აგინდათ მინდა საუბარი დაიწყო მითხარი ვისთან იყო ახლოს იმიტომ რომ ვიცი რომ იცი ვისთან იყო ახლოს ვიცი რომ იცი არა ვისთან მოიცა გოგო სალოდებოდა ერთი გოგო იყო ერთი თვის წინ წავიდა სამსახურიდან ერთი თვის წინ მოიცადე როგორ ერქვა ბეკი სიუზი კეტი ხო კეტი ერქვა აშკარად კეტი იყო კეტი კარამელო კორნი არა კეტი კენდი კენდი კეინი სტრიპტიზერი იყო არ ვიცი კეტი კენდი კეინი შენთან მოვდივარ პატარა შენთანაც და შენს სტრიპტიზერ მეგობართანაც მაინტერესებს მან ვინმე ამერიკელი ხომ არ ცხოვრობს როგორ აღწერო ბეწვიანია დაბალი ერთ-ერთ მოციქულს გავს მსგავსი აღწერილობით სამი ბინადარი გყავთ შეიძლება სამივე შეტყობინებად დაუდოვა გმადლობთ ასე ვიტყვი ვიღაც შენს მოკვლას ცდილობს დიახ გმადლობთ დიდი მადლობა ფილმი გახმოვანებულია ჯეო წერტილის საიტები წერტილი ჯის მიერ აქ რა გვაქვს ამიერახ საიდუმლოებები აქვს არა ესპანური არ ვიცი ამას ავიღებ
ო, ჩემი მეგობარი ჩამოდის მექსიკოში. დაქორწინებას ვაპირებთ. არ მინდა თაფლობის როი გავაფუჭო, მაგრამ კარგად ხარ მეგობარო? არ გაიქცევი? სტივს არ უნდა რომ გამოგდევნებოდი. მაგრამ მე ასე მირჩევნია. მიდი გაიქეცი. დაიწყო. მიდი. არ გაჩერდე. მიდი, სწრაფად მიდი. ფრთხილად შეანელე. უფრო ნელა, წინ იყურე. დევიდ, გამარჯობა, კელი, მეგონა შესხმას ვეღარ გავიგებდი. კარგად ხარ? ვიღაც კაცი მოსაკლავად დამზევს. მთელს ქალაქში დამზევს. ვიღაც ახმახი ბილწი კაცი. ჩემი მოკლა უნდა. არ ვიცი კიდევ დაბრუნდება თუ არა. აღარ ვიცი ჩემს თავს რა ხდება. დევიდ, მაპატია, სტივი უბრალოდ შეშინდა. შენ მისი რეალური სახელი არ უნდა გცოდნოდა. მესიჯებს გიგზავნიდი და ვცადე შენი გაფრთხილება. მოიცადე, სტივმა გადაწყვიტა ჩემი მოკლა. ამას რატომ იზამდა თუ იცოდა რომ შეყვარებულები ვართ? სიმართლე ისაა, რომ არ მგონია სტივი შენთვის ფულის გამოგზავნას აპირებდეს. ყველას ატყუებდა. გეფიცები, მის განზრახვაზე არაფერი ვიცოდი. დევიდ, შენი განზრახვა რა იყო, კელი? არ ვიცი, მეგონა მექსიკაში წახვიდოდი და იქ ვინმე ყვავილებით მორთულ გოგოს გაიცნობდი. და ჩემზე დაივიწყებდი. მაგრამ ასე არ გააკეთე. არა, კელი, ჩემი გოგო შენ უნდა ყოფილიყავი. დევიდ, შესანიშნავი ადამიანი ხარ. უნდა იცოდე, რასაც ვფიქრობ. მოგეთე, კელი, უბრალოდ მოგეთე. დევიდ, ყოველთვის მეუბნებოდი რომ თავი დამეცვა. და ახლა მიიღე. შენ ადამიანის გზნობების მანიპულატორი ხარ. და აღარასოდეს დაგელაპარაკები. მოიცა, დევიდ. აი ასე. ნახევის გაუღვიძია. აქ რა ხდება? გამზოლ მილს უგავშერდები. გვევით რა ხდება? ამაზე ამბობ? მალე შენ იქნები. მომისმინე, შემეძლია გადაგიხადო. ნახოთ რა გაქვს. მომეცი. რა სახის ნარჩენებზეა საუბარი? შემეძლია მეტიც მოვიტანო, კარგი? საკმარისი არ იქნება. სამწუხაროა, არადა მოლაპარაკებისთვის მზად ვიყავი.
ძალიან კარგი, ამ შემთხვევაში ისე მოვიქცევი, როგორც ყოველთვის ვოცნებობდი. მისმინე. სად მიდიხარ? დავშვიდე. სად გონია რომ წახვალ? სადაც არ უნდა წახვიდე, გიპოვი. პასპორტზე შეგიძლია არიღელვო, მისტერ მაიკლ მაკინი. მაიკლ მაკინი ქვია? ხო? მაიკლ ერინ მაკინი? ხო. ეს არ ვთქვამთ. მეც ასე მქვია. ცხრამაის დაიბადა 1961 წელს? ხო. სან-ფრანცისკოს ჰოსპიტალში. ტენესიში არა? ხო. სორია. შენ მაიკლ ერინ მაკინი ხარ? ხო. მეც მაიკლ ერინ მაკინი ვარ. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ სამყარო მე და შენ ერთად შევყარა. ერთად. ხო. ნამდვილად ასეა. მაბატია მაიკლ. უნდა მაბატია გთხოვ. გპატიო ფარფერია. არა უშავს. გთხოვ. პენტრეპიოდოს მეგინახავს? ვოლტ დისნეი. ჰალი მილსი. შტამბეშტავი იყო. ეგ ფილმი მახსოვს. ორ გოგოზე, რომლებიც ერთმანეთისგან მოშორებით გაიზარდნენ. შემდეგ ბანაკში შეხვდნენ და ერთმანეთი იპოვეს. ხო, ასეა. ახლა ასე ვგრძნობ თავს. ხო, ვიცი. იცი რას ფიქრობ? რადგანაც ერთსა და იმავე საავადმყოფოში ერთ დღეს დავიბადეთ. ალბათ პალატაშიც ერთად ვიქნებოდით, არა? ხო, მართალია. შეიძლება რაღაც მომენტში შემოხდე კიდეც და ალბათ სრემლიანი თვალებით შენი მზერა მომაპყარე. მაშინ სწორად იმ მომენტში შევფიცეთ, რომ რომელიმე დღეს ერთმანეთს ისევ შევხვდებოდით. ხო, მეც ასე მგონია. მგონია რომ ასე იყო. მომწონხარ მაიკლ მაკინი. და მიხარია რომ შევხვდით. მეც მიხარია, სასიამოვნო იყო. ტკბილოდი ძინე პატარა ძამიკო. მის კემბელ, დეივიდ განს რამდენი ხანია იცნობთ? არ ვიცი, შესაძლოა 4-5 თვე. და სანამ თანამშრომლები იყავით. ცოტა მოусვენარი ხომ არ გეჩვენებოდათ? რამდენადაც მახსოვს არა? კარგად არც ვიცნობ შესაბამისად. მის კემბელ, ვიცი რომ კარგი ბიჭები ხართ და კარგ საქმეს აკეთებთ, მაგრამ იქ მხოლოდ ცოტა ხანს ვიმუშავე. და ალბათ ჯობია იმას დაელაპარაკოთ, ვინც მასთან ძარცვის განხორციელების მომენტში მეგობრობდა. სწორედ ასე მოვიქეცით და იცით მან რა გითხრა, რომ კელი კემბელს დაელაპარაკეთ, ის იყო ყველაზე ახლოსო. ისიც კი გითხრას, რომ დევიდ განს შენ და მილტოლვა ჰქონდა. რომ უყვარდი. რასიგიჟია? ძალიან გთხოვთ. მის კელი, კარგად ხართ? ისეთი არაფერი, სეზონური ალერგიაა.
მგონი ამ ყვავილებზე ვარ ალერგიული. პლასტმასის ყვავილებზე? სიკიჟეა, ერთ წუთს ვერ მოპატიებთ? ბიჭი დამიძახა. ვინმე მაიღეთ ეს წეული ტელეფონი. გისმენთ, დიახ, სტივ ჩემბერსი. ეს ნომერი საიდან გაქვს? მაიკლ მაკინი მომცა. მაკინი სადაა? ეს შენი საქმე არა. დევიდ, მშვიდად. არა, შენ დამშვიდდი. მექსიკური ბანკის ანგარიში გავხსენი, აი რასველი. ერთი წუთით მოიცადე, 6 მილიონს ველოდები. ამ წუთიდან 2 დღეში. გეყო ჩემი გასულელება. გასაგებია? დევიდ, რასაც არ უნდა ფიქრობდე, მე შენი მტერი არ ვარ. მისმინე. ბანკის სახელია ბანკო ლიალი. თუ 2 დღეში ანგარიშზე 6 მილიონი არ იქნება. პოლიციაში წავალ და პირველ რიგში შენ სახელს ვიტყვი. ჯანდაბა განთ, შენ ნაბიჯვარო. მან როგორ ხართ? კარგად გმადლობთ. ერთი ამას შეხედე. ჩემსას არ წდება. ზოგჯერ საშინელი ინფექციების წყაროცაა. ეს წვრილი ძაფი ბაქტერიებისთვის მატარებლის ხაზივითაა. შენი ვაგინიდან ანუსამდე. საზღვარგარეთ შემდეგი გაჩერება, ინფიცირებული ქალაქი. მათ მოხვედრა არ მინდა. სხვათა შორის, ბარსვაც მეზარება. ყოველი შემთხვევისთვის ამ კრეფს ვატარებ ხოლმე. რეცეპტითაა. დიდი შეფუთვითაა. არაფერს არ გიზამს. უბრალოდ აგიწვება. გმადლობ. მეც გავიყოლებ ცოტას. შენ ხარ. ჯენდის, შენ დევიდის საყვარელი ხარ სამსახურიდან. შენი სურათი ქონდა საფულეში. არა, მე არ ვარ. არა, ოღონდ ეგ არა. მეტი აღარ გამოდის. გიჟი ხარ. თანხის გამოტანა მინდა. თანხა არ არის, სერ. ცარიელი არა? კიდევ ერთხელ ნახე, თუ შეიძლება. ჯანდაბა! ალო, ინტერპოლო, აგენტი სტივ ჩემბერსი. კარგი ხუმრობაა, შენგან გასხოვებით მე სიტყვის კაცი ვარ. და იცი ახლა სადღაც გავარ, პოლიციის შენობის წინ. იცი ახლა რას ვაპირებ? მათთვის თავის გაცნობას. კარგი რაც გინდა ისქენი. მაგრამ მანამდე ვიღაცას ხომ არ გადაცემდი რაღაცას. დევიდ, მე ვარ, კარგად ვარ. არაფერი არ თქვა. მოკეტე. გონი კელი კემბელია. ხმა იცანი? მასთან საუბრის სურვილი არ მაქვს. ჰორა, ყველაფერი ვიცი თქვენი გაპარვის გეგმაზე. გაპარვის? გეყოფა განთ, ახლა ხანსკელი ჩანთი დავიჭირე. მექსიკისკენ ქონდა ბილეთი, კანკუნში. ნახევრად უკვე წამოსული იყო, მართლა? მაგრამ კელი კემბელს კიდევ დიდხანს ვერ ნახავ, რადგან ჩემს სახლში საწყობში მოუწევს ცხოვრება.
ძაღლის საჭმლის ჭამა და თუნუქის ხილაში მოფსმა. ახლა ვაკელი დამალაბარაკე. მეორე, ბილეთს იყიდი სამხრეთ ამერიკისკენ, იმიტომ რომ მან ძალიან ცხელა. როგორც კი სიცხე გაივლის, კელის გავუშვებთ. თუ რამეს დაუშავებ ძალიან მაწყარინებ. ჩემი სიტყვა გაქვს. არაფერს უზამ. ბედნიერ დღეს გესურვებ. პოლიცია. შეგაშინე, როგორ ხარ ძმაო? ღმერთო, შენს თავს შეხედე. გული როგორ გიცემს. კარგად ხარ? ვიხჩობი. გინდა ხორჭა მოგიტანო. არა უშავს ჯობია, მოკოლოთი დავიხჩო. აქ რა გინდა? შტატებში ბრუნდები, ახალი საქმე გამოჩნდა. არ გითხოვს რას აკეთებდი? გადასახადების კითხვებს ვამზადებ. მშვენიერია. კარგი ხუმრობ, სხვა მკვლელობები დამიკვეთეს. ხო, მართალია. იმას ვაკეთებ რაც გამომდის. ხო, ასეა. მართალია. კარგი ამბავისა რომ რთული სანადირო არ იქნება. ქალია. მშვენიერია. ქალები მარტივად მოსაშორებლები არიან. გაცილებით. ხო, მართალია. ბევრი შრომა არ გიწევს. კარგი, ჩემი რეისია. კარგი. და შენ საით მიდიხარ? რიოში. რიო, დიდი უკანალების ცენტრალი. დიდი უკანალების ცენტრალი. გავიგე იქ ორ ქალებს დიდი საჯდომები აქვთო. მეც გამიგია იქ. კარგი. წარმატებები. ფული მკვლელობისთვის? ხო. გამიხარდა, მადლობა. კარგი დრო გაატარე, ბედნიერად. ნახვამდის, მეგობარო. კიდევ შევხვდებით. მოიცა, შენ ამ ქალს იცნობ? კელი კემბელს. სწორედ მაგას გიხსნიდი, ჩემი შეყვარებულია. შენ სულს ვერ მოკლა. ჩემი შეყვარებული არ უნდა მოკლა. ჯანდება. გინდა რიო დე ჟანეიროში წამოსვლა? ადგილები გავცვალოთ? როგორც ჰალიმილში. მისმინე, ფრთხილად იყავი, კარგი? ეს ტივი ნამდვილი შარია. ზოგჯერ მე უფრო დიდი შარი ვარ, იცოდი? დარწმუნებულებას ტივი თვითმფრინავიდან არ ჩამოსულა. არა, უკვე შენთან მოვდივარ. სტივსა და მიშელ ჩემბერსებს დიდი ხანია ვითვალთვალებთ. მგონია რომ ფარგოს საქმესთან კავშირი აქვთ. ბანკში გიჟური გადარიცხვების ამხილები გვაქვს. არ თქვათ. დიდი ოდენობით ფულის ხარჯვა, მაგრამ იცით რა არ გვაქვს. აღიარება. ამიტომაც დაგიბარეთ. გადმოსვლის დღიდან დაგვეუბნები რომ ამ ხალხს
ეს ფული ლეგიტიმურად არ ჩაუგდიათ ხელში. კეთის ყოველთვის საოცარი გზნობის უნარი აქვს ფულთან დაკავშირებით. შეიძლება საკმარისზე მეტიც. ერთადერთი ახლა რაც გვაქვს გადამცემია. ჩვენ ყველაფერს გავიგონებთ, რასაც სტივი იტყვის. თბილად მიეცალმეთ, ხომ ხვდებით, რასაც გეუბნებით. თავი შინაურად აგრძნობინეთ. თავისი საიდუმლოებები გამოამჟღავნებინეთ. დიახ. იქ ყოფნისას თუ ცხვირითის უნთქებთ და არაპირით, მიკროფონისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება. გასაგებია. გამარჯობა. აი დიპკონსებიც. როგორ ხარ, ბოს? სტივ. კარგად ხარ? რა სჯერს? ასეთი ხმა რატომ აქვს? სურდოს გამოა. ლორწო შრება და სვენის ხმას გამოსცემს. მართლა? კარგი, შიგნით შევიდეთ. გააშონებთ ბარისა და გამარჯობა. ბონჟურ. მოგბრძანდით. გამარჯობა, მეზობელო. რა საყვარელი კალათაა? კარგი, წვეულებით ისიამოვნეთ. კელი. ამას მეავიღებ. მოიცადე არ მესროლო, შვილები მყავს. შენმა შვილებმა იციან, როგორი ნაბიჯორი და ნახვის გროვა ხარ. ჯერ მომენტი ვერ ვნახე, რომ მეთქვა. დევიდ? დევიდ, დამელაპარაკე. აქ ვარ საყვარელო. არაფერზე ინერვიულო. დევიდ, როგორ მიპოვე? შენ სუნს ყველ გამგრძნობ. ღმერთო, რა იაფასიანი კარია. კარგი, მოიცადე. ძირფასა, შემდეგზე სამამდე დაითვალე. კეთილი იყოს ყველას მობრძანება მწვეულებაზე. პატარა ვიდეოსავით. გავაკეთეთ, რომ აქ გატარებული შესანიშნავი თვეები გვეჩვენებინა. სტივენ, ყველაფერს აფუჭებს. რა საკეთებ? დაბოლილი ხარ? გონია ეს ასაცილოა? ის აქ არის. ვინ არის აქ? დევიდ განტიაკა. რონი მოკეტე. სტივ. მგონი ახლა ხანს თავის შარში გაყავი. ეს სტივის BMW-ა, მოკლავს. და ეს წადოს. ჩემი ჯეო, ჯანდაბაში წასულ ხარ. გულისცემა მანქანის სიჩქარემდე მიწევს. დევიდ, ფრთხილად. გამაგრდი. რა? ზოგჯერ ეს ერთადერთი გზაა. არა, რა საკეთებ? მოდი აქ. ღმერთს ვეძრები, რომ ტვინის შერყევა არ კონდეს. იმიტომ რომ ეს სახლი მინდა. გახსოვდეს, როცა სახეს გაგიერთიანებ, ცოტა მეტი პატივისცემა. რისთვის? იმიტომ რომ ძარცვის გენიოსი მე ვარ.
გენიოსი? თავი მართლა გენიოსი გონია? დევიდ, მინდა ერთი რამ გახსოვდეს. შენ მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი მიმტანი ბიჭი იყავი. და მე მეტი დრო და ტკბილეული შემხვდა. ძაღლი იმისთვის გავწრთნი, რომ ჩემთვის ფული მოეტანა. ვინ შეადგინა გეგმა? მე. სტივმა. ვინ წაიღო ფული? ისევ სტივმა. და ვინ გამოგზავნა მაიკ მაკინი მექსიკაში შენს მოსაკლავად? მე. ისევ და ისევ მე. ეგ არის. გასაგებია, სტივ, ყველაფერი გასაგებია. ციხეში მიდიხარ. როგორ ხარ? ნორმალურად ვარ. ხვალ ციხეში ვიქნებით. ხო, ვიცი. ალბათ ფედერალურ ციხეში გაგვამწესებენ. შენ ჩემთვის ბანკი გაძარცვე. შენთვის მილიონ ბანკს გავზარცვავდი, გელი გემბელ. მართლა, შენთვის საკურთხეველსაც კი გავზარცვავდი. ბევრი ფული არ იქნება, მაგრამ მაინც ცუდი არ იქნებოდა. მოდი პირობა დავდოთ. რისი? სანამ ციხეში ვიქნებით. თმა გავიზარდოთ. იმედი მქონდა, რომ რამე ასეც იტყოდი. გვერდები. მომენადრები, გელი გემბელ. მეც მომენადრები. კელი ყოველ კვირა მწერდა. ჩემი შემდეგი 7 დაბადების დღე გისოსებს მიღმა გავატარე ლუმის ფარგოს გაძარცვისთვის. ძველ დევიდ განს შეეშინდებოდა ციხეში წასვლა. ამ ბიჭების უმრავლესობა აქ მკვლელობისთვისაა. მაგრამ ახალი დევიდ განტი მზადაა კაცი დადგეს. საბედნიეროდ ეს არ მომიწია. აღმოჩნდა, რომ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი ოდენობის თანხა მომიპარავს. ამ დიდ სახლში ლეგენდა ვიყავი. ქალაქშიც ლეგენდა ვიყავი. მართალია, რომ 9 მილიონი ისე ვერ ნახეს. შემდეგი კითხვა. და ამასთან ერთად ეროვნული ლეგენდაც გავხდი. ეჭვმიტანილები ამაღამ დააკავეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვისთვის. FBI ამბობს, რომ 17 მილიონი ყოფილმა ზღოლმა გაიტაცა. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ძარცვა 17 მილიონის ოდენობით. მაგრამ 2.5 მილიონი ჯერ კიდევ ვერ იქნა ნაპოვნი. ბანკის გაძარცვა და ბევრი ფულის ქონა ბედნიერების წყარო არ ყოფილა. მაგრამ გეუბნებით, სანამ ცხოვრებაში რამეს არ რისკავ. მანამდე ვერ მიხვდები სინამდვილეში ვინ ხარ. მაიკლ? ერთი თმას შეხედე, ვიცი. ამ დღეებში ბევრი გავიკე. კარგია, გიხდება, მიხარია თუ მოგეწონა. ეს შენი მანქანაა, მაგარია. გადილაკი, 1974. ეს ვიღა? მისი სახელი არ ვიცი, მაგრამ ყველა კვილი აქ მაქვს. აი, ამიტომ არ უნდა ირბინო ციხესთან ახლოს. კარგი, წავედით. კარგი, მისტერ მაკინი, საით მივდივართ? ჩემი შეყვარებული უნდა ნახო, კელი. ციხის შემდეგ პაევნებზე ვგიჟდები. ლუმის ფარგოს ძარცვა შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურ შემთხვევად რჩება. სტივ ჩემბერსმა 11 წელი ციხეში გაატარა, ახლა კი საკუთარ დარბაზს ფლობს. დევიდ განტმა 7 წელი მოიხადა და ახლა ფლორიდაში ბედნიერად ცხოვრობს.
და სხვათა შორის ფილმის კონსულტანტად მუშაობს. მოპარული 17 მილიონიდან 2 მილიონი ჯერ კიდევ ვერ მოიძებნა. თვალებით ეს აღარ გააკეთა. საკოცნელად მოიძია ასეთი სახით. არ შემიძლია გიყურო. მექსიკაში ყოფნისას ველურ პირობებთან ადაპტაცია მოგიწევს. ყველას ასეთი რეაქციები აქვს. დარწმუნებული არ ვარ ამ პოზიციაში რა გვინდა. ქვევიდან მოიხედე. ვითომ კარბურატორს ეძებ და შეკეთებას ცდილობ. გარგი უკვე ვისწავლე. როგორ ხარ? კარგად. თმა რა ლამაზად გავს. ხო, რიკიმ შემძრა. ხო, მეც რიკისთან ვიყავი. მე შენ გენდობოდი. ახლაც ვიღებთ? მართლა? ჩემს ცხოვრებას აზრი არ ქონდა. სანამ შენ არ შეგხვდი. არა, უკან შეტანე. არა, ენაზე გეუბნები. ფილმი გახმოვანებულია geo.saitebi.gis მიერ. Лорн Майклс, Джон Голден. Оператор Эрик Уилсон. Художник Клейтон Хартли. Композитор Джефф Занелли. В фильме снимались Зак Галифианакис, Оуэн Уилсон, Кристен Уик, Кен Марина, Джейсон Судейкис и другие. Зачинщики. Фильм дублирован объединением Мосфильм Мастер на производственно-технической базе киноконцерна Мосфильм по заказу кинокомпании «Парадис» в 2016 году.